მოგესალმებით. დღევანდელი ვიდეო ეძღვნება ალექსანდრე მაკედონელს, პიროვნებას, რომლის სახელიც ყველა დროის უდიდეს მხედართმთავართა შორის გამორჩეულია. ჩვენ განვიხილავთ მის ცხოვრებას, ბრძოლებს და დატოვებულ მემკვიდრეობას. სანამ დავიწყებთ, თუ ეს ვიდეო თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდება, გთხოვთ, დააჭიროთ მოწონების ღილაკს, გამოიწეროთ არხი და გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი დავიწყოთ. ალექსანდრე მაკედონელი ძველი წელთაღრიცხვით 356 წლის 20 ან 21 ივლისს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში დაიბადა. მამამისი, მეფე ფილიპე მეორე, ტახტზე შვილის დაბადებამდე 3 წლით ადრე ავიდა და სამეფოს გაფართოების პოლიტიკა წამოიწყო, რამაც ალექსანდრეს მომავალ ტრიუმფებს მყარი საფუძველი ჩაუყარა. თუმცა, მამა-შვილი ერთმანეთისგან დიდად განსხვავდებოდნენ. თუ ალექსანდრე ისტორიაში შევიდა როგორც კულტურული მმართველი და დამპყრობელი, ფილიპეს იმ დროის ბერძნები აგდებულად უყურებდნენ და ჩრდილოეთ საზღვრებთან მცხოვრებ უკულტურო ბარბაროსად აღიქვამდნენ. ალექსანდრეს დედა იყო ოლიმპიადა ეპირელი, ეპირის მეფის ნეოპტოლემეს ასული. ეს სამეფო თანამედროვე სამხრეთ ალბანეთისა და ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთის საზღვრებზე მდებარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადა ფილიპე 7 თუ 8 ცოლიდან რიგით მეოთხე იყო, ის მაინც უფრო სწორად ითვლებოდა. სავარაუდოდ, ალექსანდრე დაბადებისთანავე მამის მემკვიდრედ გამოცხადდა, თუმცა მას უფროსი ნახევარ-ძმაც ჰყავდა. ალექსანდრეს ცხოვრების უკეთ გასაგებად, აუცილებელია მიმოვიხილოთ იმ დროის პოლიტიკური ფონი. კერძოდ, ურთიერთობა მაკედონიას, ბერძნულ სამყაროსა და უზარმაზარ სპარსეთის იმპერიას შორის. ბერძნებს, ანუ ელინებს, ასობით დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფო ჰქონდათ შექმნილი კონტინენტურ საბერძნეთსა და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე. დროთა განმავლობაში მათ გააფართოვეს თავიანთი არეალი და კოლონიები ისეთ შორეულ ადგილებშიც კი დაარსეს, როგორიცაა სამხრეთ იტალია, სიცილია, სამხრეთ საფრანგეთი და შავი ზღვის სანაპიროები. მიუხედავად იმისა, რომ ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნის ბოლოსთვის არ არსებობდა ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფო და ძალაუფლება ასობით ქალაქ შორის იყო გადანაწილებული, სოციალური განვითარების, მრეწველობისა და ვაჭრობის შედეგად ბერძნები ძლიერ და მდიდარ ხალხს წარმოადგენდნენ. სწორედ მათი სიმდიდრე გახდა მიზეზი იმისა, რომ ახლა ჩამოყალიბებულმა სპარსეთის იმპერიამ ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნის დასაწყისში ორჯერ სცადა ბერძნული კონტინენტის დაპყრობა. თუმცა ორივე შემთხვევაში, განსაკუთრებით კი ძველი წელთაღრიცხვით 480-479 წლების მეორე შემოსევისას, ბერძნები გაერთიანდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ და შეძლეს დამპყრობლების განდევნა. ეს ყველაფერი მიანიშნებდა იმაზე, თუ რაოდენ დიდი ძალა ექნებოდათ ბერძნებს, თუ კი ისინი ერთი მმართველის ქვეშ გაერთიანდებოდნენ. ალექსანდრეს დროს ეს გამაერთიანებელი ძალა მაკედონიის სამეფო აღმოჩნდა. მაკედონია მდებარეობდა ტერიტორიაზე, რომელიც დღეს ჩრდილოეთ საბერძნეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას მოიცავს. ის ბერძნული სამყაროს ჩრდილოეთ პერიფერიად ითვლებოდა, ხოლო მისი მაცხოვრებლები ათენისა და კორინთის მსგავსი დახვეწილი ქალაქების თვალში უხეშ, ნახევრად ბარბაროსებად აღიქმებოდნენ. მიუხედავად ამისა, არგიადების დინასტიამ, რომელიც მაკედონიის სათავეში ძველი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნის დასაწყისში მოექცა, დროთა განმავლობაში ბერძნული კულტურის მრავალი ელემენტი შეითვისა. ამავდროულად, მათ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები ჰქონდათ ნახევრად მომთაბარე მეზობლებთან, დასავლეთით ილირიელებთან, ჩრდილოეთით მოლოსებთან, ხოლო აღმოსავლეთით თრაკიელებთან. ალექსანდრეს მამამ, ფილიპემ, სწრაფი გაფართოების პერიოდი დაიწყო და ეს ტომები თავის ვასალებად და მოკავშირეებად აქცია. შემდეგ ფილიპემ ყურადღება სამხრეთისკენ მიმართა. აქ ბერძნები დასუსტებულნი იყვნენ ხანგრძლივი პელოპონესის ომით, რომელშიც ათენი და მისი მოკავშირეები დაუპირისპირდნენ სპარტელებსა და მათ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს. როდესაც ეს კონფლიქტი 27 წლიანი ბრძოლის შემდეგ ძველი წელთაღრიცხვით 404 წელს დასრულდა, ათენი, როგორც ძლიერი სახელმწიფო, განადგურებული იყო, ხოლო სპარტა გამარჯვებული. მაგრამ ბრძოლებით სპარტაც დაზარალდა და მალე ბერძნულ სამყაროში მის ჰეგემონიას თებე, ბეოტიის კავშირის ლიდერი დაუპირისპირდა, რომელმაც ძველი წელთაღრიცხვით 371 წელს ლეუქტრას ბრძოლაში სპარტელებზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. ალექსანდრის დაბადებისას თებე კვლავ მთავარ ძალას წარმოადგენდა, თუმცა ფილიპე მალე შეუდგა ისეთი იმპერიის შენებას,
რომელიც თანამედროვე ალბანეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩაუზღვამდე და თანამედროვე ბულგარეთიდან სამხრეთ პელოპონესამდე გადაიჭიმებოდა. ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრების შესახებ 5 ძირითადი წყარო არსებობს. მათგან ყველაზე დეტალურია ახალი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის ბერძენ-რომაელი ისტორიკოსის არიანე ნიკომედიელის ნაშრომი ალექსანდრეს ანაბაზისი, სადაც აღწერილია ალექსანდრეს ლაშქრობები სპარსეთის იმპერიისა, აღმოსავლეთით ბაქტრიისა და ინდოეთის წინააღმდეგ. არიანეს თანამედროვე ბერძენ-რომაელმა ბიოგრაფმა პლუტარქემ დაწერა ალექსანდრეს ცხოვრება თავისი მონუმენტური ბიოგრაფიული სერიის ფარგლებში, სადაც ის გამოჩენილი ბერძნებისა და რომაელების ცხოვრებას ერთმანეთს ადარებდა. ალექსანდრეს ცხოვრებასა და დაპყრობებზე ასევე დიდი ინფორმაცია მოიძიება ბიბლიოთეკა ისტორიკას ვრცელ ნაწილში, რომელიც დაწერა დიოდორე სიცილიელმა, ძველი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის სიცილიაში მცხოვრებმა ბერძენმა ისტორიკოსმა. ჩვენი მეოთხე წყაროა ალექსანდრე მაკედონელის ისტორია. ეს არის ალექსანდრე დიდისა და მისი დაპყრობების შესახებ ანტიკურ ხანაში ლათინურ ენაზე დაწერილი და ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი სრული ისტორია. ის დაწერა კურციუს რუფუსმა, რომაელმა ისტორიკოსმა, რომელიც ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ცხოვრობდა და ბოლოს ახალი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის რომაელმა ისტორიკოსმა მარკუს იუსტინუსმა დაწერა ადრინდელი ისტორიკოსის პომპეუს ტროგუსის მიერ შექმნილი და ამჟამად დაკარგული ალექსანდრეს ისტორიის შემოკლებული ვერსია. ხუთივე წყაროს ნაკლი ის არის, რომ ისინი ალექსანდრეს ეპოქიდან დაახლოებით 9,000 წლეული შემდეგ დაიწერა. თუმცა ვიცით, რომ ისინი იყენებდნენ ბევრად უფრო ადრეულ, ამჟამად დაკარგულ წყაროებს, კერძოდ კლიტარქეს ალექსანდრეს ისტორიას. ბერძენი ისტორიკოსი კლიტარქე ალექსანდრეს დროს ცხოვრობდა და თავისი ნაშრომი ალექსანდრეს გარდაცვალებიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ დაასრულა. კლიტარქეს ნაშრომის ფრაგმენტები შემორჩენილია ციტატების სახით სხვა მრავალ ანტიკურ ტექსტში. ყველა ამ ნაშრომის, ისევე როგორც არქეოლოგიური და მატერიალური მტკიცებულებების გამოყენებით, შეგვიძლია ალექსანდრეს ცხოვრება საკმაოდ ზუსტად აღვადგინოთ. ანტიკური ხანის სხვა ფიგურებთან შედარებით, ალექსანდრეს განათლების შესახებ ყველაზე მეტი ინფორმაცია გვაქვს. ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ მას გამოჩენილი ბერძენი პოლიმათი და მეცნიერი არისტოტელე ასწავლიდა. არისტოტელე, რომელიც სოკრატეს მოსწავლის პლატონის აკადემიაში აღიზარდა, მაკედონიის მეფე ფილიპემ სპეციალურად მიიწვია. ძველი წელთაღრიცხვით 347 წელს ის ქალაქ პელაში ჩავიდა და 10 წლის უფლისწულის მთავარი დამრიგებელი გახდა. გამომდინარე იქიდან, რომ არისტოტელეს ინტერესები ფართო იყო, ფილოსოფიიდან და პოლიტიკური მეცნიერებებიდან დაწყებული, ბოტანიკითა და ბიოლოგიით დამთავრებული, ალექსანდრემ განათლებაც მრავალმხრივი მიიღო. არისტოტელემ თავის მოსწავლეს ჰომეროსის პოემებით შეაყვარა და ტროის ომის გმირების მაგალითზე სამხედრო დიდებისკენ სწრაფვა შთააგონა. წლების შემდეგ სპარსეთის ლაშქრობებში ალექსანდრემ თან წაიღო არისტოტელეს მიერ ნაჩუქარი ილიადას ასლი, რომელშიც მინაწერები იყო გაკეთებული. ეს განათლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ალექსანდრეს სოციალური განვითარებისთვისაც. ის სწავლობდა წამყვანი მაკედონიელი დიდებულების ვაჟებთან ერთად, ისეთებთან, როგორებიც იყვნენ ჰეფესტიონი და კასანდრი. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოგვიანებით მისი ყველაზე სანდო თანამებრძოლები და გენერლები გახდნენ. ჩვენ გვაქვს უჩვეულო დიდი რაოდენობის დეტალები ალექსანდრეს პიროვნებისა და გარეგნობის შესახებ, თუმცა ანტიკური წყაროები გარკვეულწილად ურთიერთგამომრიცხავია. გადმოცემით, ის სიმპათიური იყო, თუმცა დაბალი ტანის. კურციუს რუფუსი აღნიშნავს, რომ როდესაც ალექსანდრე სპარსეთის მეფე და დიდ ტახტზე ჯდებოდა, ფეხები იატაკს არ სვდებოდა და ამ ფაქტის დასაფარად ფეხის დასადგამის მოტანას ბრძანებდა. წყაროების უმეტესობა ვარაუდობს, რომ მას მოყავისფრო ქერათმა ჰქონდა, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც. ერთ-ერთი მათგანი ამტკიცებს, რომ მის თმას მოწითალო ელფერი დაჰკრავდა. მონეტებზე, ნახატებსა და ქანდაკებებზე მისი პორტრეტები საგულდაგულოდ იყო შერჩეული, რათა მაკედონელი მაქსიმალურად მიმზიდველად წარმოეჩინათ. მაგრამ ამ ნამუშევრებიდან მაინც შეგვიძლია დავადგინოთ, რომ მას ჰქონდა სწორი ცხვირი, მკვეთრი ყბა და გამჭოლი მზერა. ის იყო კულტურული ახალგაზრდა, დაინტერესებული ბერძნული სამყაროს გამოჩენილი მწერლებით და ამავე დროს ცნობისმოყვარე დაპყრობილი ხალხების კულტურის მიმართ. თუმცა, ეს თვისებები შერწყმული იყო შეუბრალებელ სისასტიკესთან, რაც გამოიხატებოდა იმ ქალაქების მცხოვრებთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტითა და დამონებით, რომლებიც მას წინააღმდეგობას უწევდნენ. ალექსანდრე განათლებული მმართველი იყო, თუმცა ახასიათებდა სიჯიუტე და ემოციურობა, რასაც ალკოჰოლი კიდევ უფრო ამწვავებდა.
ანტიკური წყაროები ხშირად ახსენებენ მის მიდრეკილებას მისადმი. საკამათოა მისი სექსუალური ორიენტაციაც. ჰეფესტიონთან ურთიერთობის გამო არსებობს ვარაუდი მის ბისექსუალობაზე ან ჰომოსექსუალობაზე. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და კონკრეტული მტკიცებულებებით არ დასტურდება. ალექსანდრეს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული თანამგზავრი მისი ცხენი ბუცეფალი იყო. ცხენის სახელი მომდინარეობდა ერთ-ერთ ბარძაღზე არსებული ნაიარევიდან ან ლაქიდან, რომელიც ხარის თავს ჰგავდა. სხვა მხრივ, ეს იყო დიდი შავი ცხენი, რომელსაც შუბლზე ვარსკვლავის ფორმის თეთრი ნიშანი ჰქონდა. პლუტარქე მოგვითხრობს ფერადოვან ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოიარა ცხენებით მოვაჭრე მაკედონიაში დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 344 წელს, როდესაც ალექსანდრე 12 წლის იყო. ბუცეფალი აჩვენეს მაკედონიის მეფეს, მაგრამ მან ნაკლები ინტერესი გამოავლინა ესეთი ცხენის ყიდვის მიმართ, რომელიც ურჩი ჩანდა და არავის იკარებდა. თანაც მოვაჭრე უჩვეულოდ მაღალ თანხას 13 ტალანტ ვერცხლს ითხოვდა. ამ დროს ალექსანდრე წინ გამოვიდა და მამა დაარწმუნა, ეყიდა ცხენი. თუ კი შეძლებდა მის მოთვინიერებას და შეჯდომას. მან ეს მართლაც შეძლო და მამაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომელმაც შემდეგ ცხენი შვილისთვის შეიძინა. ბუცეფალი გახდა ალექსანდრეს მთავარი საბრძოლო ცხენი თითქმის მთელი მისი ცხოვრების, დაახლოებით 20 წლის განმავლობაში. ეს ისტორია სავარაუდოდ გამოგონილია და შექმნილია დიდი ბერძენი მეომრის, აქილევსისა და მისი რჩეული ცხენების შესახებ არსებული ლეგენდების მიბაძვით. ალექსანდრეს განათლება არისტოტელეს ხელმძღვანელობით დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 340 წლამდე გაგრძელდა. მაგრამ ამავდროულად ის სულ უფრო მეტ დროს უთმობდა მამისგან მმართველობისა და ომის სირთულეების სწავლას. ის იმდენად მომზადებულად ითვლებოდა ამ როლისთვის, რომ როდესაც ფილიპემ დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 340 წელს თრაკიელების წინააღმდეგ ლაშქრობა წამოიწყო, ალექსანდრე პელაში მთავრობის ხელმძღვანელად დატოვა. ერთი წლის შემდეგ ის ჩაება კონფლიქტში, რომელიც ისტორიაში მეოთხე წმინდა ომის სახელითაა ცნობილი. ეს იყო ხანმოკლე ომი ძველი წელთაღრიცხვით 329 წელს, რომელიც ფილიპემ მაკედონიის სამხრეთით მდებარე ქალაქ ამფისას მიმართ აწარმოა რეგიონზე უფრო მკაცრი კონტროლის დასამყარებლად. ამან, თავის მხრივ, გამოიწვია რამდენიმე ბერძნული ქალაქ სახელმწიფოს ალიანსის შექმნა მაკედონიის წინააღმდეგ, რათა არ დაეშვათ კონტინენტურ საბერძნეთზე სრული მაკედონური მმართველობის დამყარება. თებეს, ათენისა და კორინთის მეთაურობით დაწყებული ომი დასრულდა ცნობილი ქერონეის ბრძოლით ბეოტიის რეგიონში. ძველი წელთაღრიცხვით 338 წლის 2 აგვისტოს. ამ შეტაკებაში ალექსანდრე მამის გვერდით იბრძოდა, სადაც მაკედონელებმა ისეთი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, რომ კონტინენტური საბერძნეთის წინააღმდეგობა გატყდა. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა კორინთის კავშირი, იგივე ელინთა კავშირი, როგორც ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების ფედერაცია მაკედონიის ჰეგემონიის ქვეშ. ამ პერიოდში მამა-შვილ შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ალექსანდრე იძულებული გახდა რამდენიმე თვით ილირიაში გადახვეწილიყო. სიტუაცია არც მისი დაბრუნების შემდეგ გამოსწორდა. ფილიპემ კატეგორიულად აკრძალა ალექსანდრეს დაქორწინება სპარსელი მმართველის პიქსოდარუსის ქალიშვილზე, რითაც ეს გეგმა ჩაიშალა. დაძაბულობისა და იმ ხმების ფონზე, რომ მეფე აპირებდა შვილის გვერდისავლით ახალ მემკვიდრედ ერთ-ერთი ნახევარძმის გამოცხადებას, გასაკვირი არ არის, რომ როდესაც ფილიპე მოკლეს, გაჩნდა ეჭვი სასახლის გადატრიალების შესახებ. ძველი წელთაღრიცხვით 336 წლის 21 ოქტომბერს პავსანია ორესტისმა, რომელიც ფილიპე მეორეს პირადი მცველი და სანდო პიროვნება იყო, მეფე მოკლა. პავსანია გაიქცა, თუმცა მას დაედევნენ და სასიკვდილოდ დაჭრეს, რითაც გამოირიცხა დაკითხვის და გამოძიების შესაძლებლობა მისი მოტივებისა და შესაძლო თანამზრახველების გამოსავლენად. ამ მოვლენების შესახებ მხოლოდ ერთი წყარო გვაქვს, არისტოტელეს აღწერა, რომელიც ამტკიცებს, რომ პავსანია მარტო მოქმედებდა და მისი მოტივი ფილიპეს ბიძის ატალუსის მიერ მიყენებული შეურაცხყოფა იყო. არისტოტელე ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავდა თავის შეგირდ ალექსანდრეს ბრალდებებისგან. ამიტომ შესაძლოა ვერასდროს გავიგოთ დანამდვილებით, მონაწილეობდა თუ არა ალექსანდრე მამის მკვლელობის შეთქმულებაში. 20 წლის ასაკში ალექსანდრე ტახტზე ავიდა, როგორც მაკედონიის მეფე ალექსანდრე მესამე. ფილიპეს, იმ დაუნდობელი მეომარი მეფის, რომელმაც მაკედონია დიდძალად აქცია, ასეთი ახალგაზრდა და გამოუცდელი მონარქი ჩანაცვლებამ ბევრ ინდივიდსა და ვასალს უბიძგა ახალგაზრდა ალექსანდრეს წინააღმდეგ წასულიყვნენ. თუმცა, მან დაამტკიცა, რომ მსგავს საფრთხეებთან გამკლავება შეეძლო. ალექსანდრემ მოაკვლევინა ამინტასი, თავისი ბიძაშვილი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 359 წელს ცირე ხნით მართავდა მაკედონიას, სანამ მას ფილიპე ჩაანაცვლებდა.
რათა თავიდან აეცილებინა მისგან მომდინარე ნებისმიერი საფრთხე. მახვილს ემსხვერპლა რამდენიმე სხვა მაკედონელი მეტოქიც. ალექსანდრემ სასწრაფოდ შეკრიბა რამდენიმე 1000 მხედარი და ჩრდილოეთით თრაკიელების წინააღმდეგ გაილაშქრა, რომლებიც მეფის მკვლელობის გაგებისთანავე აჯანყდნენ. ამ სწრაფი მოქმედებით მან მაკედონიასა და სამხრეთ ბალკანეთზე კონტროლი განამტკიცა. ამავე დროს ალექსანდრეს საშინაო საქმეებიც მოსაგვარებელი ჰქონდა, სადაც მთავარ ფიგურას დედამისი ოლიმპიადა წარმოადგენდა. გადმოცემის თანახმად, შვილის ძალაუფლების დასაცავად ის უკიდურეს ომებზე წავიდა და ფილიპეს სხვა ცოლებისგან გაჩენილი ბავშვების დახოცვა ბრძანა, რათა ალექსანდრეს ტახტს საფრთხე არ დამუქრებოდა. ალექსანდრეს ბალკანური კამპანიები მხოლოდ პრელუდია იყო მისი გაცილებით ამბიციური გეგმისა დაეპყრო სპარსეთის იმპერია. ამ საქმეში მამამისის როლიც უნდა ვაღიაროთ. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით 350-იანი წლების ბოლოს ფილიპე მეორე მხარს უჭერდა სპარსელთა მოწინააღმდეგეებს ანატოლიასა და მცირე აზიაში. ამას ბერძნული პრეცედენტიც ჰქონდა. ნახევარი საუკუნით ადრე სპარტელებმა მრავალი სამხედრო ექსპედიცია მოაწყვეს სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ, რომელთაგან ყველაზე ცნობილია 10,000-ის ლაშქრობა იმპერიის გულში სამოქალაქო ომში ჩასარევად. ამდენად, ბერძნებისა და მაკედონელების ჩარევა სპარსეთის საქმეებში სიახლეს არ წარმოადგენდა. მაგრამ ალექსანდრე არ აპირებდა მხოლოდ სპარსეთის სისუსტით სარგებლობას. მას გაუჩნდა უზარმაზარი ამბიცია დაეპყრო მთელი სპარსეთის იმპერია, რისთვისაც მზადება ტახტზე ასვლის მომენტიდანვე დაიწყო. სწორედ ამიტომ გაუსწორდა ასეთი სისასტიკით საბერძნეთის შიგნით მის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ძალას. როდესაც ტახტზე ასვლიდან მალევე თებე და ათენი აჯანყდნენ, მან ილაშქრა სამხრეთი და ბრძანა თებეს სრული განადგურება, ხოლო მისი ტერიტორია მეზობელ ბეოტიურ ქალაქებს გადაუნაწილა. ამის შემდეგ ათენი სწრაფად დანებდა. ასე დაიმორჩილა ბერძნები და ალექსანდრე სპარსეთთან ომისთვის აღმოსავლეთით გასამგზავრებლად მოემზადა. ეს გახდა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო კამპანია. სპარსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიკრიბა ელინთა არმია. მასში გაერთიანებული იყო როგორც მაკედონური, ისე ბერძნული ჯარები და ის მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ტრადიციული მაკედონური საბრძოლო ტექნიკისგან, რომელიც საუკუნეების წინ ძირითადად კავალერიას ეყრდნობოდა. ახალი მაკედონური საბრძოლო ძალა, რომლის განვითარებაშიც ლომის წვლილი ისევ ფილიპეს მიუძღოდა, ფლანგებს ეფუძნებოდა. ეს იყო მძიმედ შეჯავშნული ქვეითების ან ჰოპლიტების ჯგუფი, რომლებიც კარგად ორგანიზებული მართკუთხა საბრძოლო დივიზიებად იბრძოდნენ. მათი მთავარი იარაღი იყო გრძელი შუბი, რომელსაც სარისა ეწოდებოდა. ეს იარაღი მაკედონიის არმიაში ფილიპემ დანერგა. სარისები სიგრძეში 5-დან 7 მეტრამდე იყო და ფალანგის წინა ნაწილში ფარების კედლად გამოიყენებოდა. ტერმინი ფალანგა მომდინარეობს ჰომეროსის ილიადადან, სადაც ის ჰოპლიტ მებრძოლთა ტაქტიკურ ფორმირებას აღწერს. მასიური ფალანგები, შეიარაღებული თავიანთი უზარმაზარი შუბებით, ახერხებდნენ კავალერიის ნებისმიერი შეტევის შეჩერებას და დამანგრეველ საფრთხეს წარმოადგენდნენ სპარსელებისთვის. სწორედ დაახლოებით 50,000 ჯარისკაცით, 5,000 კაციანი კავალერიით, ფლოტითა და დამხმარე ძალებით გადაკვეთა ალექსანდრემ ჰელესპონტის სრუტე ანატოლიისკენ. ეს ძველი წელთაღრიცხვით 334 წელს, ტახტზე ასვლიდან სულ რაღაც 2 წლის შემდეგ მოხდა. მისი არმიის ზომასთან დაკავშირებული ეს ციფრები საკამათოა და თვით ანტიკურ წყაროებშიც კი ვერ თანხმდებიან. თუმცა აშკარაა, რომ ალექსანდრე მომდევნო წლების განმავლობაში მუდმივად იღებდა დამხმარე ძალებს საბერძნეთიდან და მაკედონიიდან. მიუხედავად ამისა, ეჭვგარეშეა, რომ ელინურ არმიას სპარსელები რიცხობრივად მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ. ალექსანდრე იყო მთავარსარდალი არმიისა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 334 წელს სპარსეთის დასაპყრობად გაემართა. თუმცა, მას ყავდა მრავალი გენერალი, რომლებიც მომავალი კამპანიის ცენტრალური ფიგურები გახდნენ. მათ ანტიკურ ხანაში ჰეტაირების სახელით იცნობდნენ. ალექსანდრეს გარემოცვაში იყვნენ მისი ბავშვობის მეგობრები და თანატოლები, ეფესტიონი, ლისიმაქე და კასანდრი, რომლებიც მასთან ერთად აღიზარდნენ. მათ რიგებს მიეკუთვნებოდა პტოლემეც, თუმცა ის ალექსანდრეზე 10 წლით უფროსი იყო და ზოგიერთი ცნობით მეფე ფილიპეს უკანონო შვილად მიიჩნეოდა. მაკედონიური არმიის ტრადიციებს კი უფროსი თაობის გენერლები, პარმენიონი და ანტიგონე იცავდნენ. პარმენიონი ფილიპეს დროსაც წამყვან ფიგურას წარმოადგენდა. შესაბამისად, ალექსანდრეს პირადი მცველები მისი მეგობრებისა და მამის დროინდელი გენერლების ნაზავით იყო შედგენილი. სპარსეთის კამპანიის დასაწყისი სწორედ ამ შემადგენლობით გრანიკოსის ბრძოლით გაიხსნა. ეს მოხდა მდინარესთან, რომელსაც ახლა ბიგა ეწოდება და ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში მდებარეობს.
არც ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც მაკედონელები ჰელესპონტის გადაკვეთის შემდეგ ანატოლიაში გადასხდნენ. შეტაკება ძველი წელთაღრიცხვით 334 წლის მაისში მოხდა, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. ცენტრალური ხელისუფლება მესოპოტამიასა და სპარსეთში მაკედონელთა შემოჭრას ამ დროისთვის სერიოზულად არ გამოხმაურებია. ისინი ალექსანდრეს კამპანიის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე სამოქალაქო ომში იყვნენ ჩართულნი, რასაც ძველი წელთაღრიცხვით 338 წელს მათი მეფის არტაქსერქსე მესამის მკვლელობა, ხოლო ძველი წელთაღრიცხვით 336 წელს დარიოს მესამის გამეფება მოჰყვა. ამ ვითარებამ სპარსელები კიდევ უფრო დაუცველი გახადა. გრანიკოსის ბრძოლაში ალექსანდრე დაუპირისპირდა ადგილობრივ სპარსელ მმართველს, არსიტეს და მის ნაჩქარევად შეკრებილ ჯარს. სპარსელებს ეხმარებოდა დაქირავებული ბერძენი სარდალი მემნონ როდისელი. თუმცა მტერმა ვერ გაუძლო მაკედონურ ფლანგებს და სასტიკად დამარცხდა. ბრძოლაში ათასობით სპარსელი დაიღუპა, მაშინ როცა ალექსანდრეს დანაკარგი მხოლოდ რამდენიმე ასეულში ადგენდა. ამ გამარჯვებით ალექსანდრემ ფაქტობრივად მთელ ანატოლიაზე მოიპოვა კონტროლი. მომდევნო წელს ალექსანდრე აღმოსავლეთისკენ დაიძრა და პარალელურად ანატოლიასა და მცირე აზიაზე კონტროლს ამყარებდა. ამავე დროს დარიოს მესამე საპასუხოდ ემზადებოდა და დასავლეთისკენ დაიძრა. ორი ძალა ერთმანეთს სპარსეთის კამპანიის მეორე უფრო მასშტაბურ ისოსის ბრძოლაში დაუპირისპირდა, ძველი წელთაღრიცხვით 333 წლის 5 ნოემბერს. ეს მოხდა თანამედროვე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე, ლიბანისა და სირიის საზღვრებთან ახლოს. ალექსანდრე იძულებული გახდა ემოქმედა მას შემდეგ, რაც დარიოსმა გონივრული მანევრით სცადა ალექსანდრეს არმიისთვის ფლანგებიდან შემოვლა და მომარაგების ხაზების გადაჭრა. სანამ უშუალოდ შეტაკებაზე გადავიდოდეთ, საინტერესოა ძალთა თანაფარდობა. ძველი ისტორიკოსები, მაგალითად არიანე და პლუტარქე, ხშირად აზვიადებდნენ დარიოსის არმიის ზომას და 9 მილიონ ჯარისკაცს ასახელებდნენ. თანამედროვე გათვლებით კი სურათი სხვაგვარია. ალექსანდრეს, სავარაუდოდ, 35-40,000 მეომარი ჰყავდა, დარიოს კი 50-60,000. ანუ სპარსელები მართლაც ჭარბობდნენ, მაგრამ არა იმ მასშტაბებით, რასაც ლეგენდები გვიყვებიან. ბრძოლის დასაწყისში ეს რიცხობრივი უპირატესობა და რელიეფი სპარსელებმა კარგად გამოიყენეს. მათ მაკედონელები აიძულეს დინარის ციცაბო ნაპირზე ებრძოლათ, რის გამოც ფლანგებმა უკან დახევაც კი დაიწყეს. სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში ალექსანდრემ პირადად წამოიწყო კონტრშეტევა, გაარღვია მტრის ხაზები და პირდაპირ მეფე დარიოსისკენ გაიჭრა. ამან სპარსეთის მეფის გაქცევა გამოიწვია. შედეგად, სპარსელთა წინააღმდეგობა საბოლოოდ გატყდა და მათ მასობრივი უკან დახევა დაიწყეს. დევნისას ათასობით სპარსელი და მათი მოკავშირე დაიღუპა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ეგრეთ წოდებული გორდიასის კვანძის ისტორიაც, რომელიც ალექსანდრემ გადმოცემის თანახმად გაჭრა. ეს იყო ურთულესი ნასკვი, რომელიც ანატოლიაში, ფრიგიის ქალაქ გორდიონში, ხარისეტლის დასაბმელად გამოიყენებოდა. ლეგენდის თანახმად, ის ძველ დროში გლეხმა გორდიასმა შეკრა და მისი გახსნა ვერავინ შეძლო. დროთა განმავლობაში ნივთმა რელიგიური დატვირთვა შეიძინა და მის გარშემო ტაძარიც ააგეს. როგორც ისტორიკოს კურციუს რუფუსის ნაშრომები გვაუწყებს, კვანძი შედგებოდა მრავალი მჭიდროდ გადახლართული ნასკვისგან. ისე იყო შეკრული, რომ შეუძლებელი იყო იმის დანახვა, როგორ იწყებოდა ან სრულდებოდა. ალექსანდრეს კვანძის გახსნა არ უცდია. პირიქით, სწრაფი დათვალიერების შემდეგ მან ის უბრალოდ ხმლით გადაჭრა. სხვა გადმოცემის თანახმად, ალექსანდრემ ურმის ღერთ-სოლი გამოაძრო და კვანძი თავისთავად გაიხსნა. ნებისმიერ შემთხვევაში იგავი ნათელია. მაკედონეს მიზნის მიღწევაში ვერავითარი გადაუჭრელი პრობლემა ვერ შეუშლიდა ხელს. ის წინ წავიდოდა და სპარსეთზე თავისი კონტროლის დასამყარებლად ნებისმიერ საჭირო საშუალებას გამოიყენებდა. ისოსის ბრძოლის შემდეგ მეფე დარიოსმა ჯარები მესოპოტამიისკენ დახია, რათა სპარსეთის იმპერიის ძირითადი ტერიტორიები დაეცვა. ამიტომაც ალექსანდრეს არმიას წინსვლისას დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ალექსანდრემ გადაწყვიტა, პირდაპირ სპარსეთის გულისკენ, ანუ მისი დედაქალაქისკენ კი არ წასულიყო, არამედ სამხრეთით, ლევანტისკენ შეეტრიალებინა ჯარი. ამ სტრატეგიულ ნაბიჯს მოჰყვა მთელი სპარსული კამპანიის ყველაზე ხანგრძლივი ალყა. ძველი წელთაღრიცხვით 332 წლის იანვარში ბერძნები და მაკედონელები ქალაქ ტვიროს მიადგნენ. ეს იყო ძველი და მდიდარი პორტი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ფინიკიელთა საზღვაო ვაჭრობის ერთ-ერთ უმთავრეს ცენტრს წარმოადგენდა. ფინიკიელები, ისევე როგორც ბერძნები, დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოებში ცხოვრობდნენ
და უდიდესი წვლილი ჰქონდა შეტანილი ხმელთაშუა ზღვის კულტურაში. მაგალითად, თანამედროვე ინგლისური და ლათინური დამწერლობა სწორედ ფინიკიური ანბანიდან მომდინარეობს, რომელიც თანხმოვნებისგან შემდგარი პირველი ძირითადი ანბანი იყო. ტვიროსის ალყა 7 თვეს გაგრძელდა. სირთულეს ის წარმოადგენდა, რომ ქალაქი ფაქტობრივად კუნძულად იყო ქცეული, რადგან მისი კედლები ისე იყო აგებული, რომ ზღვით იყო დაცული. ამიტომაც მისი აღება დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. საჭირო გახდა საალყო კოშკების, ნავებისა და საზღვაო ხელოვნური მიწაყრილების აგება, რათა ჯარს დაცვა გაერღვია და ქალაქის კედლები დაენგრია. ისტორიკოს არიანეს ცნობით, როდესაც ძველი წელთაღრიცხვით 332 წლის ივლისში ქალაქი საბოლოოდ დაეცა, კამპანიის შეფერხებით განრისხებულმა ალექსანდრემ ათასობით მცხოვრებლის დახოცვა, ხოლო დანარჩენების, რომლებიც ათობით 1000 ქალსა და ბავშვი ადგენდნენ, მონებად გაყიდვა ბრძანა. ამ დროს ალექსანდრემ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. ლოგიკური იქნებოდა მესოპოტამიისა და სპარსეთისკენ სვლა, რათა დარიოსისა და სპარსელებისთვის საბოლოო მარცხი მიეყენებინა. ამის ნაცვლად, მან ლაშქრობა სამხრეთით განაგრძო და გადაწყვიტა, სპარსეთის მეფესთან დაპირისპირების განახლებამდე ეგვიპტე დაემორჩილებინა. ეს სახიფათო სვლა იყო, რომელმაც მისი ფლანგი მესოპოტამიიდან მომავალი კონტრშეტევების საფრთხის ქვეშ დააყენა. ასევე, გაჩნდა რისკი, რომ დარიოს დასავლეთით, მცირე აზიასა და ანატოლიაზე მიეტანა იერიში, რითაც ალექსანდრეს მაკედონიასთან დამაკავშირებელ სახმელეთო გზას გადაუჭრიდა. თუმცა, ტვიროსის დაცემითა და ლევანტში მრავალი ფინიკიური თუ ქანაანური ქალაქის დანებებით შეგულიანებულ ალექსანდრეს უკან არ დაუხევია. ერთადერთი, ქალაქმა ღაზამ თქვა უარი დანებებაზე, რასაც მოხვა კიდევ ერთი მძიმე ალყა, სწორედ ამ დროს დაიჭრა ალექსანდრე მხარში. ქალაქის აღების შემდეგ, მან კვლავ მოაწყო მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, გადარჩენილები კი მონებად გაყიდა. შესაბამისად, ძველი წელთაღრიცხვით 332 წლის შემოდგომაზე, ალექსანდრე ეგვიპტეში ჩავიდა ისეთი ადამიანის რეპუტაციით, რომელიც დაუნდობლად უსწორდებოდა წინააღმდეგობის გამწევებს. ქვეყანა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ისედაც უცხოელთა მმართველობის ქვეშ იყო, მას უბრძოლველად დანებდა. ალექსანდრე დაუყოვნებლივ გაემართა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი რელიგიური ადგილებისკენ, კერძოდ, მემფისის ტაძრებისკენ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის გულის მოსაგებად ღმერთებს მსხვერპლი ეგვიპტური წესით შესწირა. ალექსანდრემ ეგვიპტეში მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა და ძველი წელთაღრიცხვით 331 წლის დასაწყისში დატოვა იქაურობა, რათა მესოპოტამიისკენ ლაშქრობა განიახლებინა. თუმცა, ნილოსის მიწაზე მისმა ხანმოკლე ყოფნამ ხანგრძლივი კვალი დატოვა. ლაშქრობებისა და ახალი ტერიტორიების დაპყრობის პარალელურად, ალექსანდრემ გზა დაახლოებით 20 ქალაქი დაარსა და თითოეულს თავისი სახელი ალექსანდრია უწოდა. ბევრი მათგანი პატარა დასახლება დარჩა, მაგრამ მდინარე ნილოსის დელტის დასავლეთ კიდეზე დაარსებულ ალექსანდრიას დაუჯერებელი წარმატება ელოდა. მომდევნო ათწლეულებში ალექსანდრია უზარმაზარ ქალაქად იქცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ეგვიპტეში ჩამოყალიბებულმა ბერძნულმა ელიტამ ქვეყნის მართვა ტრადიციული ცენტრებიდან, როგორიცაა მემფისი და ლუქსორი, ჩრდილოეთით გადაიტანა. ამას ხელი შეუწყო ვაჭრობისა და კომუნიკაციის განვითარებამ. რადგან ეს ახალი საპორტო დედაქალაქი ზღვით მჭიდროდ უკავშირდებოდა საბერძნეთსა და მაკედონიას. უფრო მეტიც, ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში, ტოლემეების დინასტიის მფარველობით, აქ დაარსდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა. ცოდნის უდიდესი საცავი ანტიკურ სამყაროში, ის მუზეიონის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარე სამეცნიერო რელიგიურ კომპლექსს აერთიანებდა. მალე ქალაქს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შეემატა. ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნის შუა ხანებში, ნავსადგურში, კუნძულ ფაროსზე, ააგეს სამყაროს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი, ფაროსის, იგივე ალექსანდრიის შუქურა. ისოსის ბრძოლის შემდეგ, როდესაც ალექსანდრე ლევანტასა და ეგვიპტეში ლაშქრობდა, დარიოსი იმპერიის გულში დაბრუნდა. ის ცდილობდა ახალი არმიის შეკრებას და პარალელურად ალექსანდრეს სამშვიდობო წინადადებებს უგზავნიდა. ეს წინადადებები დროთა განმავლობაში სულ უფრო სასოწარკვეთილი ხდებოდა. ომის შეწყვეტის სანაცვლოდ დარიოსი მაკედონელებს ვრცელ ტერიტორიებს თავაზობდა. ყველაფერი ამაო გამოდგა. ძველი წელთაღრიცხვით 331 წლის 1 ოქტომბერს, ჩრდილო-აღმოსავლეთით რამდენიმე თვიანი სვლის შემდეგ, ალექსანდრე სპარსელებს გადამწყვეტ ბრძოლაში დაუპირისპირდა. გაუგამელას ბრძოლა თანამედროვე ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე გაიმართა. როგორც ყოველთვის, ანტიკური წყაროები მტრის ძალებს აზვიადებდნენ და მილიონამდე ჯარისკაცს ასახელებდნენ. რეალურად, დარიოს სავარაუდოდ 80-დან 90,000-მდე მებრძოლი ჰყავდა.
თუმცა ეს უზარმაზარი ძალა იყო. ის თითქმის ორჯერ აღემატებოდა ალექსანდრეს 45,000-იან არმიას, რომელიც წლების განმავლობაში მაკედონიიდან და საბერძნეთიდან იღებდა შევსებას. საბოლოოდ, ბრწყინვალე სამხედრო ტაქტიკამ, განსაკუთრებით ფლანგების გამოყენებამ სპარსული ეტლების წინააღმდეგ ალექსანდრეს გამარჯვება მოუტანა. რეალურად, დარიოსი ბრძოლამდე კვირებით ადრე დამარცხდა. მას უნდა ესარგებლა მაკედონელთა უდაბნოში სვლით, სადაც მათი მომარაგების ხაზები გაწელილი იყო და მოულოდნელი თავდასხმებით მტერი წინასწარ დაესუსტებინა. გამარჯვებული ალექსანდრე სამხრეთით მესოპოტამიის გულისკენ დაიძრა. ეს იყო მდინარე ტიგროსსა და ეუფრატს შორის მოქცეული დიდებული მიწა, სადაც ანტიკური სამყაროს უდიდესი ქალაქები მდებარეობდა. დარიოსისა და მისი გარემოცვის გაქცევის შემდეგ მესოპოტამიის ქალაქების უმეტესობა ალექსანდრეს უბრძოლველად დანებდა. შემდეგ ის აღმოსავლეთით სპარსეთის გულისკენ გაემართა. მისი მთავარი მიზანი ზაგროსის მთებში ჩაკარგული დედაქალაქის პერსეპოლისის აღება იყო. გზადმა სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა. ძველი წელთაღრიცხვით 330 წლის იანვარში ვიწრო მთის უღელტეხილთან, რომელსაც სპარსეთის კარიბჭეს უწოდებდნენ, ალექსანდრეს გზა დარიოსის სარდალმა არიობარზანესმა გადაუღობა. ალექსანდრემ მტერი დაამარცხა და ამ გამარჯვებით პერსეპოლისისკენ მიმავალი გზა საბოლოოდ გაიხსნა. ქალაქი ადვილად აიღეს, თუმცა მალევე პერსეპოლისი ცეცხლმა შთანთქა. დღემდე საკამათოა, ეს ალექსანდრეს ბრძანებით მოხდა, თუ ხანძარი ნადიმის დროს შემთხვევით გაჩნდა. ამით სპარსეთის იმპერია ფაქტობრივად დაეცა. დარიოსი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და აღმოსავლეთისკენ გარბოდა, თუმცა იქ მას ღალატი ელოდა. ის მალევე მოკლა ბესუსმა, ბაქტრიის რეგიონის მმართველმა. ბესუსმა მეფის სისუსტით ისარგებლა და მისი ტახტიდან ჩამოშორებას სცადა. მეფის სიკვდილით სპარსული დინასტია დასრულდა და ალექსანდრე უზარმაზარი იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ალექსანდრე შეეძლო ამ ეტაპზე გაჩერებულიყო. მან ხომ მთავარ მიზანს უკვე მიაღწია. დაიპყრო სპარსეთი, რომელიც 200 წლის განმავლობაში ემუქრებოდა ბერძნულ სამყაროსა და მაკედონიას. თითქოს იდეალური დრო იყო, რომ ის დასავლეთით ბაბილონში დაბრუნებულიყო, რათა თავისი უზარმაზარი იმპერიის მართვა და ძალაუფლების გამტკიცება მისი ცენტრიდან დაეწყო. თუმცა ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად ალექსანდრემ ჯარს აღმოსავლეთის სვლისკენ მოუწოდა. დასამორჩილებელი რჩებოდა ბაქტრია და ჰინდუქუშის რეგიონი. ალექსანდრეს ესმოდა, რომ თუ ამ ტერიტორიებს არ გააკონტროლებდა, ადგილობრივი მმართველები სპარსული ხელისუფლების კოლაფსით ისარგებლებდნენ და დამოუკიდებლობას გამოაცხადებდნენ. ბაქტრიული კამპანია ძველი წელთაღრიცხვით 330-328 წლებში მიმდინარეობდა. ბერძნები და მაკედონელები შევიდნენ მიწებზე, სადაც მანამდე ასეთი მასშტაბის ომი არასდროს ეწარმოებინათ. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას ჯარში უკმაყოფილება მოჰყვა. დაძაბულობამ პიკს ქალაქ სამარყანდში მიაღწია. ნადიმის დროს ალექსანდრეს უძველესმა თანამებრძოლმა, კლიტოს შაუმა, სიმთვრალეში მეფის ქმედებები ღიად გააკრიტიკა. ეს ის კლიტოსი იყო, რომელმაც წლების წინ გრანიკოსის ბრძოლაში ალექსანდრეს სიცოცხლე გადაარჩინა. საპასუხოდ ალექსანდრემ კლიტოს შუბი ესროლა, გულში დაჭრა და მოკლა. საქციელი, რომელიც ალექსანდრემ მოგვიანებით მწარედ ინანა. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, მან განაგრძო სვლა აღმოსავლეთით. დაიმორჩილა ბაქტრია და გაიარა ჰინდუქუში. იქ მან დააარსა ახალი ქალაქი, თანამედროვე ყარდაარის წინამორბედი. ბაქტრიის დამშვიდების შემდეგ მან ცოლად შეირთო როქსანა, ადგილობრივი მმართველის ოქსიარტესის ასული. ეს მოვლენა გრანდიოზული ნადიმით აღინიშნა. თუმცა ამან ბერძნებსა და მაკედონელებში ალექსანდრეს ქცევასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გააჩინა. თითქმის 30 წლის ალექსანდრემ პირველად იქორწინა, თუმცა არჩევანი უცხოელ ქალზე შეაჩერა, რომლისთვისაც ბერძნული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები სრულიად უცხო იყო. ბაქტრიული კამპანიისა და ადგილობრივი დიდებულების დამორჩილების შემდეგ ალექსანდრეს თანამებრძოლები ელოდნენ, რომ ის ლაშქრობა შეწყვეტდა და დასავლეთით სპარსეთისა და მესოპოტამიისკენ გაბრუნდებოდა. რეალურად ისინი იდგნენ იმ ზღვარზე, სადამდეც დასავლურ ცივილიზაციას ოდესმე მიუღწევია. მართალია, სპარსელები აკონტროლებდნენ ტერიტორიებს თანამედროვე ავღანეთისა და პაკისტანის საზღვრებამდე, მაგრამ ამ ნიშნულს იქით ფეხი არცერთ იმპერიას არ დაედგა. ჰიმალაისა და ინდოეთის მიღმა არსებული სამყარო ბერძნებისთვის სრულიად უცნობი იყო. მაგალითად, ისტორიკოსი ჰეროდოტე ახსენებდა შორეულ მიწას, რომელსაც მდინარე ინდის სახელის მიხედვით ინდოეთს უწოდებდა. თუმცა, მისთვისაც და ალექსანდრეს თანამედროვეებისთვისაც მდინარე ინდის აღმოსავლეთით მდებარე მიწები
terra incognitas, ანუ სრულიად შეუსწავლელ სამყაროს წარმოადგენდა. ალექსანდრეს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მომენტია მისი გადაწყვეტილება წასულიყო ინდოეთში. რა ამოძრავებდა მას? სურდა უბრალოდ გამოეკვლია მიწები, სადაც მანამდე ბერძენს ფეხი არასდროს დაედგა, თუ გულწრფელად სჯეროდა, რომ სამყაროს დასასრულამდე ნებისმიერი ტერიტორიის დაპყრობა შეძლებდა. ეს საკითხი ისტორიკოსთა შორის დღემდე კამათი საგანია. ძველი წელთაღრიცხვით 327 წლის მეორე ნახევარში ალექსანდრე აღმოსავლეთით 50,000-იანი არმიით დაიძრა. ძირითადმა ძალებმა ინდოეთში ხაიბერის უღელტეხილის გავლით შეაღწიეს. თავად ალექსანდრემ კი მცირე რაზმით ჩრდილოეთით გადაუხვია, რათა სტრატეგიული პუნქტი აორნოსის ციხესიმაგრე აეღო. დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ მაკედონელები უშუალოდ ინდოეთის მიწაზე, კერძოდ კი პენჯაბის რეგიონში შევიდნენ. აქ მათ დახვდათ ვრცელი ტერიტორია, რომელსაც ადგილობრივი მეფე პოროსი მართავდა. ძველი წელთაღრიცხვით 326 წლის მაისში მდინარე ჰიდასპესთან ალექსანდრემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მეფე პოროსი ტყვედ ჩავარდა. მიუხედავად ამისა, პოროსის სიმამაცისა და ნიჭით მოხიბლულმა ალექსანდრემ დააფასა მოწინააღმდეგე და ის ტახტზე დატოვა. ოღონდ როგორც მაკედონიის ვასალი. ეს ბრძოლა ალექსანდრესთვისაც პირადი ტრაგედიით დასრულდა. აქ მისი ერთგული თანამგზავრი, ცხენი ბუცეფალი დაიღუპა. მის საპატივცემულოდ ალექსანდრემ მდინარის ნაპირზე დაარსებულ ახალ ქალაქს ალექსანდრია ბუცეფალი უწოდა. თუმცა ძალები მხოლოდ ბუცეფალს არ გამოლევია. პენჯაბის რეგიონის დაკავების შემდეგ, როდესაც მაკედონელებმა დაიწყეს ინფორმაციის შეგროვება, თუ რა ელოდათ უფრო აღმოსავლეთით, მათი მოთმინების ფიალაც აივსო. ახალმა ცნობებმა ჯარში ნამდვილი პანიკა გამოიწვია. გაირკვა, რომ წინ კიდევ ერთი გიგანტი, ნანდას იმპერია ელოდათ. ეს უზარმაზარი სახელმწიფო ჩრდილოეთ ინდოეთის დიდ ნაწილს, მდინარე განგისა და ბენგალის ტერიტორიებს აკონტროლებდა. ჯარისკაცები მიხვდნენ, თუ მეფის ნებას დაყვებოდნენ, ეს ლაშქრობა უსასრულოდ გაგრძელდებოდა. სიტუაციას კარგად აღწერს პლუტარქე. ის წერს, რომ პოროსთან მძიმე ბრძოლამ მაკედონელებს საბრძოლო სულისკვეთება ჩაუკლა და წინსვლის სურვილი გაუქრო. როდესაც ალექსანდრემ მდინარე განგის გადალახვა მოითხოვა, ჯარისკაცებმა მას მტკიცე უარი განუცხადეს. მათ გაიგეს, რომ მდინარე გადასალახად ურთულესი იყო, მეორე ნაპირი კი სავსე იყო მტრის მრავალრიცხოვანი არმიითა და საბრძოლო სპილოებით, რაც დაღლილი ჯარისთვის სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა. ალექსანდრეს აღმოსავლური კამპანია დასრულდა. როცა მეფემ გააცნობიერა, რომ მისი ხალხი წინ აღარ წავიდოდა, ის უკან სპარსეთისა და მესოპოტამიისკენ გაბრუნდა. უკანა გზას თითქმის 1 წელი დასჭირდა და ის უმძიმესი აღმოჩნდა. კაცრ ბუნებრივ პირობებში გადაადგილებას მრავალი ჯარისკაცი შეეწირა. სიტუაციას ართულებდა ისიც, რომ მათ ხშირად უწევდათ გავლა ისეთ ტერიტორიებზე, რომელთა მმართველებიც ბოლომდე დამორჩილებულნი არ იყვნენ. ძველი წელთაღრიცხვით 324 წელს ალექსანდრემ დასავლეთ სპარსეთში ქალაქ სუსას მიაღწია. აქ მან იმპერიის მართვის რეფორმები გაატარა და ძალაუფლების გამტკიცება დაიწყო. მან უხვად დააჯილდოვა ვეტერანები და ბევრი მათგანი სამსახურიდან დაითხოვა, რადგან დიდი ომი დასრულებული იყო. თუმცა ალექსანდრე გაჩერებას არ აპირებდა. მისი ახალი სამიზნე არაბეთის ნახევარკუნძული იყო. მან ბრძანა სპარსეთის ყურისა და წითელი ზღვის გამოკვლევა. სწორედ ამ დაზვერვით ექსპედიციებს უკავშირდება პირველი ბერძნული ცნობები არაბეთის შესახებ, რაც ახალი კამპანიის წინაპირობას წარმოადგენდა. ალექსანდრემ რეფორმები განაგრძო და გადასახადების აკრეფის ახალი სისტემა შეიმუშავა. გარდა მკაცრი ზომებისა, ის დიპლომატიასაც მიმართავდა. ახალი ქვეშევრდომების გულის მოსაგებად, მან პასარგადაში პატივი მიაგო სპარსეთის იმპერიის დამფუძნებლის, კიროს დიდის სამარხს. თუმცა, სპარსეთში დაბრუნება ტრაგედიამ დაჩრდილა. ალექსანდრეს უახლოესი მეგობარი და მარჯვენა ხელი, ჰეფესტიონი, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. სასოწარკვეთილმა მეფემ საყოველთაო გლოვა გამოაცხადა. ჰეფესტიონს გრანდიოზული დაკრძალვა მოუწყეს და ის ნახევარღმერთადაც კი შერაცხეს. ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ალექსანდრემ განახორციელა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კულტურული ექსპერიმენტი, ეგრეთ წოდებული სუზას ქორწილები. ამ ღონისძიებაზე 10,000-ზე მეტმა მაკედონელმა და ბერძენმა იქორწინა სპარსელ და სხვა ადგილობრივ ქალებზე. ალექსანდრეს მიზანი ნათელი იყო, შერეული ქორწინებებით დამპყრობლებსა და დაპყრობილებს შორის სისხლით ნათესაობა და მტკიცე კავშირი უნდა შექმნილიყო. ალექსანდრეს გეგმით შერეული ქორწინებით გაჩენილი შვილები იმპერიის მომავალი უნდა ყოფილიყვნენ. მას სჯეროდა, რომ ეს პროცესი სულ რაღაც ერთ თაობაში უზრუნველყოფდა ბერძნებისა და სპარსელების სრულ შერწყმას. მაგალითი თავად მეფემ მისცა.
მან ერთდროულად ორი ცოლი შეირთო: დარიოს მესამის ქალიშვილი სტატეირა და არტაქსერქსე მესამის ქალიშვილი პარისატისი. მისი მეგობარი ჰეფესტიონი კი სტატეირას დაზე ტრიპეტისზე დაქორწინდა. მსგავსი ბრძანება მიიღეს სხვა გენერლებმაც. მაგალითად, ტოლემემ ცოლად ფრიგიის მმართველის ასული არტაკამა შეირთო. ქორწილების სპარსული წესით ჩატარდა და არიანეს ცნობით მეფემ ყველა წყვილს მდიდრული მზითვი უბოძა. თუმცა ეს ერთობა იძულებითი აღმოჩნდა. როგორც კი ალექსანდრე გარდაიცვალა, მაკედონელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ სპარსი ცოლები მაშინვე მიატოვა. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად სძულდათ მათ ალექსანდრეს აღმოსავლური პოლიტიკა. სუზას ქორწილები მხოლოდ ერთი მაგალითი იყო იმისა, რაც ალექსანდრეს თანამებრძოლებს ყველაზე მეტად აშფოთებდათ. მათი მეფე თანდათან აღმოსავლელ დესპოტს ემსგავსებოდა და ბერძნულ ტრადიციებს შორდებოდა. ჯერ კიდევ სპარსელთა შემოსევების დროიდან ბერძნები საკუთარ თავს სპარსული კულტურის საპირწონედ მოიაზრებდნენ. თუ სპარსელები მეფეს ღვთაებად რაცხავდნენ და პოლიტიკური თავისუფლება არ გააჩნდათ, ბერძნები ამაყობდნენ თავიანთი ინდივიდუალიზმითა და პირადი თავისუფლებით. მათთვის წარმოუდგენელი იყო მეფის წინაშე მუხლებზე დაჩოქება და პირქვე დამხობა, რიტუალი, რომელსაც სპარსელები პროსკინეზის უწოდებდნენ. ბერძნებისთვის ეს მონობის ტოლფასი იყო. საინტერესოა, რომ ეს ანტიკური დაპირისპირება ჩვენ და ისინი დღევანდელობამდე მოყვა. დასავლური სამყარო ხშირად სწორედ ამ პარალელს იყენებს. როდესაც ხაზს უსვამს ფუნდამენტურ განსხვავებას დასავლურ ღირებულებებსა და აღმოსავლეთის ავტორიტარულ კულტურებს შორის. ალექსანდრეს თანამებრძოლები შეშფოთებულები იყვნენ. სუზასა და ბაბილონის კარზე სულ უფრო მკვიდრდებოდა სპარსული რიტუალები. მეფემ ჩაცმულობა შეიცვალა და სპარსელი მონარქივით დაიწყო სიარული. რაც ყველაზე მტკივნეული იყო, მან ელინურ არმიაში სპარსელი ოფიცრები და მეთაურები ჩართო. დაძაბულობამ პიკს ქალაქ ოფისში მიაღწია. როდესაც ჯარისკაცები აჯანყდნენ, მთავარ მიზეზად სწორედ ალექსანდრეს გასპარსელება და მისი აღმოსავლური ჩვევები დაასახელეს. ინდოეთიდან დაბრუნების შემდეგ გაჩენილი ეს ბზარი და იმედგაცრუება მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან დიდმა მხედართმთავარმა დიდხანს ვეღარ იცოცხლა. ბაბილონში დაბრუნებულმა ალექსანდრემ გამოაცხადა, რომ არმია სამხრეთით არაბეთის დასაპყრობად დაიძვრებოდა. ძველი წელთაღრიცხვით 323 წლის მაისში ლაშქრობის წინ მან გრანდიოზული ნადიმი გამართა. სწორედ ამ ნადიმის შემდეგ იგრძნო მან თავი შეუძლოთ და დაეწყო ძლიერი ცხელება, რომელიც ივნისის დასაწყისში დამძიმდა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, სიცოცხლის ბოლო დღეებში მან მეტყველების უნარიც დაკარგა. საბოლოოდ, ძველი წელთაღრიცხვით 323 წლის 10-11 ივნისს ალექსანდრე ბაბილონში გარდაიცვალა. რადგან სიკვდილი მოულოდნელად დიდი ნადიმის შემდეგ დადგა, ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გაჩნდა ეჭვი, რომ მეფე მოწამლეს. ეს ვარაუდი უსაფუძვლო არ იყო. როგორც ვნახეთ, მამამისის საეჭვო ვითარებაში მოკლეს. მაკედონიის სამეფო კარზე კი პოლიტიკური მკვლელობები ჩვეულებრივი ამბავი იყო. მკვლელობის მოტივიც ბევრი არსებობდა. გენერლები უკმაყოფილონი იყვნენ მისი აღმოსავლური მმართველობით. ჯარისკაცებს კი არ სურდათ ახალი, მძიმე ომი არაბეთის უდაბნოში. საბოლოო ჯამში დანამდვილებით ვერასდროს გავიგებთ. 32 წლის ალექსანდრე ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თუ შეთქმულებას ემსხვერპლა. ცნობილია, რომ ალექსანდრეს სხეული თაფლში შეინახეს. ოქროს სარკოფაგში ჩაასვენეს და მაკედონიისკენ გაგზავნეს. თუმცა, გზად პროცესიას თავს პტოლემე დაესხა და ცხედარი ეგვიპტეში გაიტაცა, რადგან იქ საკუთარი ძალაუფლების გამტკიცებას ცდილობდა. ითვლება, რომ ალექსანდრე ჯერ მემფისში, მოგვიანებით კი ალექსანდრიის აკლდამაში დაკრძალეს. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან მისი სამარხი დღემდე აღმოჩენილი არ არის. 32 წლის ასაკში მეფის სიკვდილმა ახლად შექმნილი იმპერია უზარმაზარი კრიზისის წინაშე დააყენა. მისი ცოლი, როქსანა, ამ დროს ორსულად იყო და მალე გააჩინა ტახტის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე, ალექსანდრე მეოთხე. თუმცა, პრობლემა ის იყო, რომ ჩვილის გამეფებას მინიმუმ 20 წელი სჭირდებოდა. იმპერია კი ძლიერ ლიდერს დაუყოვნებლივ ითხოვდა. როქსანამ ჩვილის ინტერესების დასაცავად დაუნდობლობა გამოიჩინა. ქმრის გარდაცვალებისთანავე მან ალექსანდრეს სხვა ცოლები, სტატეირა და პარისატისი მოაკვლევინა, რათა ტახტს ზედმეტი პრეტენდენტები მოეშორებინა. თუმცა არ არსებობდა შეთანხმება იმაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო რეგენტი ბავშვის დაბადებამდე, ან ვინ შეძლებდა გამხდარიყო ალექსანდრეს სრულუფლებიანი მემკვიდრე. ამის ნაცვლად სამოქალაქო ომმა იფეთქა. ალექსანდრეს მრავალი უახლოესი თანამებრძოლი და გენერალი ახლა ცდილობდა საკუთარი სამთავროებისა და სამეფოების შექმნას მისი იმპერიის სხვადასხვა ნაწილში.
მომდევნო 40 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული დიადოქოსების ანუ მემკვიდრეების ომი. მაკედონელი გენერლები კასანდრი, პედრიკა, ანტიპატრე, პტოლემე და სელევკე ერთპიროვნული ჰეგემონიისთვის დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ, ალექსანდრეს იმპერია სამ ძირითად ნაწილად დაიშალა. კასანდრიმ, ალექსანდრეს მემკვიდრის მკვლელობის შემდეგ, მაკედონიის სამეფო ჩაიგდო ხელთ. ის და მისი შთამომავლები მართავდნენ კონტინენტურ საბერძნეთსა და კუნძულებს. პტოლემემ კი ეგვიპტეში დაარსა დინასტია, რომელიც ქვეყანას თითქმის 300 წლის განმავლობაში განაგებდა და პერიოდულად ლევანტსა და კვიპროსაც აკონტროლებდა. და ბოლოს, იმპერიის ყველაზე ვრცელი ნაწილი შედარებით ნაკლებად ცნობილმა ფიგურამ, სელევკემ მიისაკუთრა. სელევკიდების სახელმწიფო მოიცავდა სპარსეთის ყოფილი მიწების უმეტესობას, მცირე აზიას, ლევანტს, მესოპოტამიას, ირანსა და აღმოსავლეთით ბაქტრიას. თუმცა, ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი უკიდურესი აღმოსავლეთი ტერიტორიები მისი სიკვდილის შემდეგ მალევე დაუბრუნდა ადგილობრივ მმართველებს. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს იმპერია დაიშალა და მისი დინასტიაც შეწყდა, ამ დაპყრობების მნიშვნელობა ეჭვგარეშეა. ლაშქრობებმა ბერძნულ კულტურას საშუალება მისცა გავრცელებულიყო მთელ მცირე აზიაში, ლევანტში, ეგვიპტესა და მესოპოტამიაში. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დაიწყო მომდევნო სამსაუკუნოვანი ეპოქა, რომელიც ისტორიაში ელინისტური ხანის სახელითაა ცნობილი. ამ პერიოდში ბერძნული კულტურა ალექსანდრეს მიერ დაარსებულ მრავალ ქალაქში აყვავდა. მათგან გამორჩეული იყო პტოლემეების სამეფოს დედაქალაქი, ალექსანდრია, რომელიც მთელი ბერძნული სამყაროს ცენტრად იქცა. ეს უზარმაზარი მეტროპოლისი იმდროინდელი განათლებისა და მეცნიერების მთავარ კერას წარმოადგენდა. ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში მოღვაწე დიდმა მეცნიერებმა, ევკლიდემ და ერატოსთენემ უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები გააკეთეს. მათმა ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა გეოგრაფიის, ასტრონომიისა და მათემატიკის განვითარებას. საუკუნეების შემდეგ კი, რომის იმპერიის ზეობის ხანაში, ალექსანდრია სიდიდით მეორე ქალაქად და იმპერიის მთავარ ინტელექტუალურ დედაქალაქად რჩებოდა. ალექსანდრეს დაპყრობების შედეგად ბერძნული კულტურა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში იმდენად ღრმად ფესვგადგმული აღმოჩნდა, რომ ის რომაელებმაც კი ვერ ამოძირკვეს. პირიქით, ძველი წელთაღრიცხვით მეორე-პირველ საუკუნეებში, როდესაც რომა ეს ტერიტორიები დაიპყრო, თავად რომაელებმა შეითვისეს ელინური ტრადიციები, რამაც მათი საზოგადოება სამუდამოდ შეცვალა. რასაკვირველია, ალექსანდრეს მემკვიდრეობა მხოლოდ კულტურით არ შემოიფარგლება. ანტიკური ხანიდან თანამედროვეობამდე ყველა დიდი მხედართმთავარი თუ დამპყრობელი მას სამხედრო ხელოვნების ეტალონად მიიჩნევდა. ამის ნათელი მაგალითია სამხრეთ იტალიაში, პომპეის ფაუნის სახლში აღმოჩენილი ეგრეთ წოდებული ალექსანდრეს მოზაიკა. ეს უზარმაზარი ხელოვნების ნიმუში ისოსის ბრძოლის ეპიზოდს ასახავს. მისი არსებობა ადასტურებს, თუ როგორი პატივისცემით ეპყრობოდნენ მდიდარი რომაელები ალექსანდრეს ფიგურას, რომლის გამოსახულებითაც საკუთარ ვილებს ამშვენებდნენ. იულიუს კეისარიც უდიდეს პატივს სცემდა ალექსანდრეს. მისი ძმისშვილიშვილი, რომის პირველი იმპერატორი ავგუსტუსი, ეგვიპტეში ყოფნისას ალექსანდრეს საფლავზეც კი მივიდა პატივის მისაგებად. ის ფაქტი, რომ მაკედონელი მეფის ცხოვრების შესახებ ძირითადი წყაროები სწორედ რომის ეპოქაში დაიწერა, მის მიმართ მუდმივ და დაუცხრომელ ინტერესზე მეტყველებს. ალექსანდრეს გავლენა გასცდა დასავლურ სამყაროს. მოგვიანებით, მუსლიმმა მწერლებმა მისი ცხოვრების ისტორია ისე გადაამუშავეს, თითქოს მან მექა მოინახულა. ხოლო ინდოეთის მმართველები საპატიო ტიტულად იყენებდნენ სიტყვას სიკანდარი, რაც ალექსანდრეს სახელის სპარსული ვარიანტია. თუმცა, ყველაზე ცნობილი მმართველი, რომელსაც ალექსანდრე კერბად ყავდა ქცეული, ნაპოლეონ ბონაპარტი იყო. 1798 წელს დაწყებული მისი ეგვიპტური ექსპედიცია ნაწილობრივ სწორედ ალექსანდრეს აღმოსავლური კამპანიების მიბაძვას ისახავდა მიზნად. ნაპოლეონი გეგმავდა, რომ ეგვიპტიდან და ცენტრალური აზიის გავლით ბრიტანულ ინდოეთს დასხმოდა თავს. ალექსანდრე დიდი, უდავოდ, ანტიკური ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. საუკუნეების განმავლობაში მაკედონია ბერძნული სამყაროს პერიფერია იყო, რომლის მოსახლეობასაც ათენელები თითქმის ბარბაროსებად მიიჩნევდნენ. თუმცა, მამამისის, ფილიპე მეორის რეფორმებმა და ალექსანდრეს უდიდესმა ძალისხმევამ, ეს პატარა სამეფო მსოფლიო იმპერიად აქცია. ალექსანდრემ ისტორიული დინამიკა თავდაყირა დააყენა. საუკუნეების მანძილზე დამპყრობლები, ასურელები, ბაბილონელები, სპარსელები, ყოველთვის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოემართებოდნენ. ალექსანდრე იყო პირველი, ვინც პირიქით იმოქმედა. ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან დაიძრა და სულ რაღაც 5-6 წელიწადში
მთელი სპარსეთის იმპერია დაიპყრო. შემდეგ ის უფრო შორს წავიდა და ცნობილი სამყაროს კიდემდე ინდოეთამდე ილაშქრა. ვინ იცის, სადამდე მივიდოდა მის დაღლილ თანამებრძოლებს უარი რომ არ ეთქვათ წინსვლაზე. მართალია, ალექსანდრე ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ მისმა ქმედებებმა ევრაზიას ამუდამოდ შეცვალა და ბერძნული კულტურა უზარმაზარ ტერიტორიებზე გაავრცელა. თუ კი მმართველები ტიტულს დიდი ისტორიის შეცვლისთვის იმსახურებენ, მაშინ ალექსანდრე ამ ეპითეტის საუკეთესო მაგალითია. რას ფიქრობთ თქვენ ალექსანდრე დიდზე? იყო ის განმანათლებელი მმართველი, რომელმაც ცივილიზაცია გაავრცელა ეგვიპტეში, მესოპოტამიასა და ცენტრალურ აზიაში, თუ უბრალოდ სასტიკი მხედართმთავარი, რომლის ერთადერთი მიზანი დაპყრობა და დიდების მოპოვება იყო? გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.